კატარაქტის ოპერაციისას ახალ ჩემსაც გავუკეთეთ ეს ოპერაცია, კარგად არის, ძალიან კარგად აღუდგა ის პრობლემები, რაც აღარ არსებობს, კითხულობს, ხედავს, ამოისუნთქა ადამიანმა რა, ორ ეტაპად გაკეთდა, ალბათ ამაზედაც ვისაუბრებთ მე უკვე თქვენ დღევანდელ ასე ვთქვა ტექნოლოგიებს, რა და როგორ, მაგრამ მთავარი მაინც ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი, გარდა ქირურგისა, გუნდისა და ასე შემდეგ, არის ეს ლინზა. ანუ ბროლი, ლინზა ყოფილა უფრო მარტებული, ხო? ბალშიდა ლინზა, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული. რადგან ჩვენ მივიღოთ მაქსიმალურად ხარისხიანი მხედველობა და გარდა იმისა, რომ მხედველობა მივიღოთ ხარისხიანი, უნდა ავირიდოთ თავიდან გარკვეული თანმხვედრი მოვლენები, რასაც ქვია თქვათ ეს რაღაცა ციფციმი თვალში, რკალისებრი აღქმა რაღაცების, რაც შეიძლება ახლდეს ბროლს ანუ ლინზას. მოდი ახლა ამ ბროლებზე და ლინზებზე 2-3 სიტყვით გითხარი. ამ ლინზებს, ბროლებს აქვთ სხვა ფუნქციები. და საბოლოო ჯამში უნდა შევარჩიოთ ეს ლინზები, ბროლები, იმის მიხედვით თუ რა მოცემულობა გვაქვს და რა ჭირდება პაციენტს. არსებობს იგი სტანდარტული ლინზები, რომლებიც არის ერთფოკუსიანი. ეს ერთფოკუსიანი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ როდესაც ოპერაციას გავაკეთებთ, მხედველობას პაციენტს ვუფიქსირებთ ერთ ფოკუსში, ასე ვთქვათ, ერთ წერტილში და ეს არის ხოლმე ძირითადად შორი მანძილი. ან თუ ვთქვათ პაციენტი ახლომხედველი იყო და ძალიან უნდა რომ ისევ ახლომხედველი დარჩეს, შეგვიძლია მისი მხედველობა დავაფიქსიროთ, ასე ვთქვათ, ახლოს. ვთქვათ, სტანდარტულ შემთხვევებში გვაქვს მხოლოდ შორი. არსებობს ისეთი ლინზები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დაგვიფარონ შორი და შუალედური მანძილი. ანუ ჩვენ ხომ მხედველობა ესე დინამიური რაღაცაა და მხოლოდ არ გვჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა ვთქვათ, ოთახის ბოლოს ტელევიზორს უყუროთ, ხო? ან ვთქვათ, გაჩერებაზე რაღაცა ავტობუსის ნომერი დავინახოთ მაგალითად, ხო? უამრავი საქმე ვთქვათ, მივირთმევთ და მთებში რა გვიდევს, ამას უნდა ვხედავდეთ, კარადას გამოვაღებთ, შიგნით რა დევს, ნივთებს უნდა ვხედავდეთ, ჩვენ თავს სარკეში უნდა ვხედავდეთ, ხო? ამ ფუნქციებს გვიფარავს უკვე სხვა ტიპის ბროლები, არა ის სტანდარტულები, რომლებიც აქამდე ვახსენე, არამედ ეგრეთ წოდებული EDOF ლინზები, რომლებიც გულისხმობს ისეთ გაფართოებული დიაპაზონის ლინზებს, ხო? და არსებობს უკვე ისეთები, რომლებიც ფარავს როგორც შორ, ასევე შუალედურ და ასევე საკითხავ მანძილს.